დილამშვიდობისა ჩვენო ძვირფასო, ჩვენო მხიარულო მაყურებლებო, დღეს ძალიან ბევრი განხილული სახე მინდა დავინახო. საქართველოში წელს პირველად ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანასთან ერთად აღინიშნა სიცილის დღე. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ყველაზე მასშტაბურად აღნიშნეს ეს დღე, როდესაც 12000 ადამიანი გამოვიდა ქალაქის ცენტრში. თბილისური სიცილის დღე იყო მზიურის პარკში, სადაც სიცილის თერაპიის ლიდერი ქალბატონი ნინო შავდია ატარებდა სიცილის თერაპიას და დღეს ის ჩვენი სტუმარია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნინო მობრძანებისთვის. როგორ ჩაიარა სიცილის დღე? მე კმაყოფილი ვარ. თქვენ ხართ კმაყოფილი, ძალიან კარგი. მე მგონი იქ დავსეს საზოგადოება, ვინც მოვიდა ბზიურში. ბავშვები, უფროსები, ყველა კმაყოფილი. ჩვენ ახლა ხედავთ ეკრანზე, როგორი კმაყოფილები არიან, როგორ ერთობიან და რამდენს იცინიან ის ადამიანები, ვინც ესწრებოდა ბზიურის პარკში სიცილის დღეს. ქალბატონო ნინო, თან შეგიძლიათ რომ გითხრათ, აი ეს როგორ ახერხეთ ეს მეთოდი თქვენი, აი ამ სიცილის თერაპიისა. რამე განსაკუთრებული მეთოდი გააქვთ? თუ ეს არის სტანდარტი, რომელიცაც სოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ხელმძღვანელობს. იცით, სტანდარტი სპეციალური კურსები გავიარე მე. ეს არის პირველად ინდოეთი, მერე იქ უფრო სიცილის იოგას სახელწოდებით იყო ცნობილი და მერე გერმანიაში შეერთდა კი, ნამდვილად სიცილი გადამდებია, შეერთდა ეს სიცილის იოგა თერაპიასთან და სიცილის თერაპია დაერქვა. სხვათა შორის აქ ვატარებთ ისტანბულშიც გვაქვს ჩატარებული მე და ჩემ ძმას, ჩემი ძმა მსოფლიო ლიდერია და თქვენი მეუღლე. არა, მეუღლე არა, ჩემი ძმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია და აი, იცით, მოწვევა არის რიგში ჩამდგარი სახელმწიფოების მხრივ, რომლებიც იწვევენ მას და ეხლა მაგალითად მექსიკა აქვს მაისის ბოლოს ტელევიზიები თუ იწვევენ, ჩვენ ჩავდგებით რიგში, შეიძლება? კი ბატონო. მე მაინტერესებს ქალბატონი ნინო, რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ჩვენ ვიცინით და რისთვის არის აუცილებელი? უფრო კარგად რომ განგვიმარტოთ ჩვენს და ჩვენს მაყურებელს. რატომ არის აუცილებელი სიცილი? სიცილი, იცით, აი თირკმლის ზემოთ ჩვენ გვაქვს ადრენალინის ჯირკვლები, ადრენალინის ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. და გერმანიაში ორი ინსტიტუტი, რომელიც დაინტერესდა და სიცილის თერაპია შეერთეს, ხო დაინტერესდა ამით, რა ხდება ადამიანის ტვინში სიცილის დროს, ეს ენდორფინი რომ გამოიყოფა ეს ბედნიერების 엘ემენტი კი და ამ 드ros სიცილი ამ სტრესის ჰორმონს ყველაზე მეტად, ესე იგი ეს არ არის მედიკამენტური კურნალობა სტრესის ჰორმონს ყველაზე მეტად დაბლაწევს. თქვენ სად შეისწავლეთ ქალბატონო? მე ინდოეთი და გერმანიაში დავამთავრე. მე მაქვს სოფლიო სერტიფიკატი, შემიძლია ყველგან ჩავატარო. და ასევე აქაც ვატარებ. თქვენ შეგიძლიათ ახლა უცებ შეხედეთ ადამიანს და აი იხოხოს მოვდეს სიცილით ესეთი რამე. არა, ესეთი რამე დავაგიგნოზე. ინო მეთქი. იცით, ჩემი დევიზი რა არის? სიცილი ეს არ არის გართობა, ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა. სხვადასხვა ამბობ რომ სიცილია ნაოჭებს საჩესო და მე მაქვს ერთი მასტერკლასი. სიცოცხლეს ახანგრძლივი. როგორ შეიძლება ნაოჭების? ესე ტუჩები წინ, აპარატოს თხოვრო ცოტა ახლოს მოიტანოს. ანუ არ გაგვიშვეს ნაოჭი სიცილის. ტუჩები წინ და ესე არა, გარდა ამისა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ისეთი კუნთები მუშაობს სიცილის დროს, რომელიც 300-ზე მეტი კუნთი. და იცით, აი მასაჟს რო იკეთებენ მთელი ტანისას, ისინი იმ კუნთებს ვერ ჩაწვდებიან, რომელიც შიგნიდან არის და სხვათა შორის აი კარგი გულიანი სიცილის დროს, აი ეს კი არა რომ 2-3 წუთი, აი ცოტა უფრო დიდი ხნით. 15 წუთამდე თუ გაგრძელდა. მე ყოველ დღე 9 საათი ვიცინი, მაგალითად, იმიტომ რომ ჩემ თავზე მუშაობ. როგორ იცით? აი ძალიან მაინტერესებს. უკვე იცით გამომუშავებული მაგ. მაშინ ქალბატონო ძალიან ხო ჩავატაროთ ეს თერაპია და ჩვენს გვინდა რომ მე იცით რა მაინტერესებს ისეთივე კარგია ბუნებრივი სიცილი
თუ ხელოვნური არა, სიცილი ტვინი ვერ ანსხვავებს აბსოლუტურად რომელია. სიცილი იქნება ეს პუნქტი მუშაობს. და ვერ ანსხვავებს ის სიცილი ხელოვნურია თუ ბუნებრივი. ეს დადებითი ეფექტები მაინც აქვს. კი ბატონო, ახლა დასაწყისისთვის ადამიანს ძალიან უჭირს. იცით, აი დააკვირდით ბავშვს. რამდენჯერ იცინის ის სადღაც ძალიან ბევრჯერ. თურმე 450-ჯერ და ჩვენ რამდენ წუთს იცინით თქვენ დღეში? აი, 2 საათი. თეკოს ისეთ ხასიათი აქვს არა. გაჩნია რა ხასიათზე. მასი დავიწყე. აი რაღაც აი რატო შეგონით ესე? აი ამ კალთში შეიძლება. ეს იცით რა არის? ეს სპეციალური შხაპის ის არის. სუყველა. შენ სხვა იყავ მზიურში, კარგად იცი რა. არა, მაგრამ ვიცი ხო. ესე იგი 3 წუთია ვითხოვრო ეს თერაპიის რაიმე დეტალი გავაკეთოთ მეთქი და არავინ არ მოიცავს ყურადღებას. და სიცილის თერაპიის ლიდერი ახლა გაითვალისწინებს შენს თხოვნას და აუცილებლად გვაცინებს. კარგით, ერთი ვარიანტი ჩავატაროთ. გავატაროთ. ავდგეთ. ავდგეთ ეხზე თაყვანიცეთ აი ცოტა აქეთ რო გამოვიწიოთ თუ არის შესაძლებლობა. ესე რო დავდგეთ. მობრძანდით ჩემთან. კარგი, იმიტომ რომ უნდა მე ესე აი მე აქეთ დავდგები თქვენ აქეთ. კარგით. აი ახლა, ნუ კარგ განწყობაზე ვარ, დილით ავდგით, მივიღეთ აი ესეთი შხაპი, ცივი დუშის ის ეფექტია. კი ბატონო, და ამ დროს დააკაკუნეს კარებზე. გავაღეთ და პოსტალიანმა მოგვიტანა იმ გადასახადების ნუსხა, რაც უნდა გადავიხადოთ ჩვენ თავრობას, რაც უნდა გადავხადოთ. რა არის გაზი, წყალი, დენი, ნაკავი. აი ვაჩვენოთ ერთმანეთს და აი ამ ფურცას არ მივცეთ. უბლება რომ გაგვიფუჭოს გუნება გაწყობილება. აბა თქვენი ჩემზე ახლა და მანიპულირებას გავგონილო მე რატომ ეცინება მაგრამ კარგი და ხო კიდე რა შეიძლება ვაჩვენოთ ერთმანეთს არ ვაჩუქოთ ტიტები არა რატო ხდება მოძრაობები გვაქვს რაიმე ესეთი ამა გამართლა იცით რა არის ყოველი ვარჯიში ესე იგი მთავრდება როგორ very good very good yeah very good ასე მაგარია ბაშა მე შენ ბაშა არ გინდა შენ მაგარია ბაშა შეგვევით ბაშა ახლა გაწმენდა მახსოვს ეს რაღაცები დაფერტვა საიდან გახსოვთ ეს რაღაცები შენ და თეკოს დადიოდი ნანახი მაქვს ეს არის კოქტეილი გავაკეთოთ იქეთილი ჩამოვასხით კოქტეილი მოდი დავადოთ გავაკეთოთ ასახელები აბა გავაკეთოთ ასახელები ესე იგი მივიღეთ დუში გავისტუმრეთ პოსტალიონი და ამ დროს გველოდება საუზმე რა გაწყობთ რომ იყოს ერთხელში რა და ერთხელ ყავა ან მიქსი ან რძე ყავა და სიგარეტე ნაყინი და ყავა ნაყინი და ყავა კი ბატონო ალკოჰოლი რამე არა კარგი ნაყინი და ყავა კარგი გავაკეთოთ მიქსი ერთმანეთში გადავუ მიქსი ესე მიქსი აბა ხო, ოღონდ ხმის მიყოლები, ჩემთან ერთად. მოდი ცოტა ალკოჰოლის გაურიოთ. გაურიოთ, ერთხელში იყოს, კი ბაბა. აი ესე. აურა მაგარი. და გადაუშვოთ და გავიცინოთ. დაგეც უდათ არის უკვე. და როგორ უნდა დავამთავროთ? Very good. მაგარია ვაშა. ეს ვაშა არ მეცინება. აი რაღაცა სიმბილიც რაღაცა Very good. ეს მაგარია მე ჩვენ აქ საქართველოში რომ ქართული ინტერპრეტაცია ხო გამოიწვა ესეთი ისა რომ როგორ შეიძლება კარგი აზრია სხვათა შორის ეგეთ ბავშვებისთვის ქართულ ვარიანტზე მორგებული და უფრო ხშირად რომ მოაწყოთ ინიციატივის გამოვედი. ნუ იცით დღე მე მგონი უფრო კარგი იქნება რომ ქართველებმა უფრო მეტი ივიცინოთ. რა არის ეს შეიძლება დავდგეთ? ეს არის პოსტერი, რომელიც გვაჩვენებს რა ხდება
ადამიანის ტვინში ამ სიცილის დროს. დიახ, თუ შეიძლება თეკო, აქეთ ხო, აი ეს გავშალოთ. აი ეს ენდორფინები რომ გამოიყოფა, ძალიან კარგი, ესე იგი 15 წუთის სიცილი გულს ისეთივე დატვირთვას აძლევს, როგორც 15 წუთი აი ველოსიპედზე სიახლოვე, ვარჯიში და 15 წუთი აი მძიმეებს რო აწევენ კუნთების დასაყენებლად, გული ისეთივე დატვირთვას იღებს თურმე. ძალიან კარგია აი სისხლძარღვებზე სწორდება ის უსწორმასწორო ძარღვების ესე იგი ძარღვების კედლების სიცილის დატვირთვას აძლევს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სისხლის ძარღვების ეს კედლები აი მინალექებისაგან ფართოვდება ესე კანტონინო მაშინ ჩვენ ცოტა გვაჩა და მე ვარ ნაბახუსები ვთქვათ კი იცი და კარგად ვარ ცუდად და დღეს მინდა კურნალობა. ჩვენი გადაცემა დავამთავროთ აი ესეთ სიზარღვების დასამშვიდობებელი კურნალობით, თერაპიით. შეიძლება? ახლა თუ არა ვარ. ძალიან დავალება მიეცი შენ. არა, რატო არ შეიძლება? ძალიან ბევრი ვარჯიშია, იცით ის იქ როგორ უნდა ისუნთქოს ადამიანმა, როგორ და მაშინ იმ ძალიან ბევრი ვარჯიშიდან ერთ-ერთი ამოვარჩიოთ და მობილურის ვარჯიში ჩვენი მოპყრობლებისთვის იცით რა არის? სიცილის შეკავება როგორც რაღაცა, აი თქვათ უცებ ხარ ან სამარშრუტო ტაქსში, ან სადმე ხარ ესეთ ადგილზე, არ შეიძლება საერთოდ არაფერი შეკავება, რაც მოდის ადამიანს. საერთოდ უფრო მეტად გეცინება, როდესაც გინდა რომ არ გაგეცინის ადამიანს. ამიტომ უხერხულად რომ არ იგრძნო თავი, ამოიღეთ თქვენი მობილური, აკრიფეთ ნომერი, ავიღოთ მობილური, ვითომ ანეკდოტს გიყვება თქვენი მეგობარი და იცინეთ ღმერთი ჩემი დიდი ნომერია. იმდენი საზღვარგარეთ რეკა. არავის არ დაიწყე ციცილი 1 2 3 ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად იყავით.